ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი. ქართული ცის ერთ-ერთი გამორჩეული მფრინავი, პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე, რომელიც მოწინააღმდეგემ შავი პოლკოვნიკის სახელით გაიცნო. რას წარმოადგენდა ის და როგორი იყო მისი ისტორია, ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. $1992 წლის 24 დეკემბერს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონი მიიღეს. ამ კანონის მიხედვით ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირული თავდადება და მამაცობა გამოიჩინეს, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატება. შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით ჯილდოვდებოდნენ. ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების თავდადებისა და თავგანწირვისათვის კი იმ დროისათვის უმაღლეს ჯილდოდ ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი განისაზღვრა. მეორე დღესვე 92 წლის 25 დეკემბერს მაშინდელი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით ეს ჯილდო პირველს პოლკოვნიკ ჯიმი მაისურაძეს მიანიჭეს. ეს ჯიმი დაფრინავდა იმ დროს გაგრაში. ხო და აქეთ რომ მოდიოდა გაგრიდან. რუსებმა უთხრენ დაჯექია, რომ ჩამოგაგდებთ. ხო და ჯიმი კიდე ეფერში გადმოსა პირდაპირ. აბა რომელი ხართ ბიჭები, ჩამომაგდეთ ჯიმი ვარ მეო. 10 შვილს არაფერი სიტყვა რა ვთქვი, არც სამალეტები არ უყვანიათ არაფერი. ისეც გამოვიდა არაფერი რა ვთქვი. მე დავდიოთ ხოლმე ესე ვიცინოდეთ რომ მართლაც ჯიმი ვაშკაცი კაცი იყო. არაფერს არ ეშინოდა. გაფრენის წინ საერთოდ მაგი როგორ გითხრათ ახლა არ ფიქრობდა, არც შიშზე ფიქრობდა, არც რისზე ფიქრობდა არაფერს. უბრალოდ ერთხელ ვკითხეთ რა, თუ ხარ გეშინია ადამიანი არა ესეთ რო არ ეშინიოს, გიშს არ ეშინია მარტო. კი მეშინია თუ ვიფიქრეო შიშზე, მაშინ ვერაფერს ვერ გაკეთებ. შიშზე უბრალოდ არ უნდა იფიქრო. პოლკოვნიკ მაისურაძის საფრენოსნო კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაიწყო, თუმცა ოცნება სამხედრო ავიაციაზე ბევრად უფრო ადრე, მისი ბავშვობიდან მოდის. მშობლიურ სოფელში მეგობრებთან ერთად დაწყებული თამაში მისთვის ცხოვრების მიზნად იქცა და სკოლის დამთავრებისთანავე სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა. მისი ნაფრენი საათების ათვლა სწორედ ამ დროიდან, ზებგერითი თვითმფრინავებიდან იწყება. ბავშვობიდანვე ამოიჩემო რომ მე უნდა ვიყო ფრინავი. და ავყევი მეც და ერთად ოცნებობდით მაგ საქმეზე, მაგრამ მე უკვე რო გადავედით ბიჭობაში ასე ვთქვათ. მე სხვანაირი იმან გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა თავის საქმე. ჩააბარა სამხედრო სასწავლებელში რუსეთში, რა თქმა უნდა. დაამთავრა სასწავლებელი და დაიწყო ფრენა ზებგერით თვითმფრინავებით. კატაპულტირებით გადმოხდა და დაიზიანა ხერხემალი. მაგრამ ეს დაზიანება შოუმფრინებზე უკვე აღარ უშლიდა ხელს და ამიტომ გადაისწავლა შოუმფრინებზე და სამხედრო კარიერას დატოვა და გადავიდა სამოქალაქო ავიაციაში. დაფრინავდა რუსეთში, კერძოდ ციმბირში იმუშავა მან კარგა ხანი, გახდა მეთაური უკვე ამ შოუმფრინებზე და მერე გადმოვიდა საქართველოში სამუშაოდ და მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში. ციმბირიდან საქართველოში 80-იან წლებში დაბრუნდა. მალევე ქვეყანა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩაერთო და ისიც ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას შეუერთდა. თუმცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში გადაიზარდა და უკვე გამოცდილი მფრინავი თანამოაზრეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა. თუმცა აქ იყო ერთი მაგრამ, მას ვერტმფრენი ჭირდებოდა. ასიგნალებს მანქანა. გამოვედი გარეთ და უკან იყო უკანა სილენიაზე იყო დამალული. დამალული რა, ჩამჯდარი იყო რომ მე ვერ დამენახა და წინ დავჯექი. უკანიდან წამომეჩქა მე ჯიმშერი და კი არ მითხრა რომ ისე რაზე იყო ჩამოსული. ყვარელში მაქვს აუცილებელი საქმეო და წავიდა და მეორე დღეს გავიგეთ რომ ვერტალიოტი წაიყვანა იქიდან და წავიდა იმაში სამაჩაბლოში. ვერტმფრენი იყო აუცილებლად საჭირო. ასე ჩათვალა ახლა სამხედროში დამსახური იყო და ესმოდა ეს სამხედროს ყველაფერი და ისა. თელავიდან მოიპარა ვერტალიოტი, რომ ძალიან უჭირდათ სამაჩაბლოში იარაღი. აი მაგის გამო. ომმა სამაჩაბლოდან მალე აფხაზეთში გადაინაცვლა. ჯიმ მაისურაძე ახლა უკვე ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა და გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს ხელმძღვანელობდა.
მაშინ შეიარაღებაზე სულ 3 Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენი იყო. მაისურაძე საბრძოლო დავალებებზე სწორედ ამ ვერტმფრენებით დაფრინავდა. ამოცანაზე გასვლისას ყველამ იცოდა, რომ დაბრუნებული მეთაურისათვის მეორე ვერტმფრენი მზად უნდა დაეხვედრებინათ, რათა ისევ აფრენილიყო. შავი პოლკოვნიკი, ასე იცნობდნენ მას ცაში. სასწაული მეთაური, ასე იხსენებენ მას თანამებრძოლები. დღეში 8-9 საათს დაფრინავდა და მიუხედავად დაღლილობისა თუ ამოცანაზე არ იყო, ახალგაზრდა მფრინავები სასწავლო ფრენაზე მიყავდა. ხშირად ასეთი სასწავლო ფრენა საბრძოლოშიც გადაზრდილა. სასწაული მეთაური, მე მთელი ცხოვრება ჯარებში ვარ. მაგისთანა მეთაური მე არ მინახია. მეთაური იყო ისეთი, რომ ცალკე მეთაური იყო, ცალკე ძმა, მამა. ყველანაირად ცდილობდა, რომ აგვეთვისებია. ასევე პატარა პერემერია თუ იყო 1 საათით მაგალითად მე-24-ზე ახლა ბევრს არ ქონდა იქ ნასწავლი და იქვე ამზადებდა ფრინავებს. თუმცა პირად შემადგენლობასთან ერთად ჯიმი მაისურაძე სხვა საზრუნავიც მალე გამოუჩნდა. მისი ვაჟები ფრონტის ხაზზე მალულად მოხალისეებად მიდიოდნენ. შავი პოლკოვნიკის შვილები მოწინააღმდეგისათვის სასურველ სამიზნეს წარმოადგენდნენ და ამიტომაც, მიუხედავად მამობრივი სიამაყისა, ხშირად უხდებოდა მათი მოძებნა და შინ დაბრუნება, თუნდაც ცოტა ხნით მაინც. უფროსი მაშინ პატარა იყო ძალიან, მაგრამ უფროსი და საშუალო ვაჟკაცები, ესე იგი არჩილი და თორნიკე, მაისურაძეები, ძმები, ცალ-ცალკე ერთად არა ოღონდ. ცალ-ცალკე ნაწილებში ესე იგი როგორ ხდებოდნენ, როგორ იპარებოდნენ. ჯიმის ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა, ესე იგი რა თქმა უნდა, მატებდა თავის შემართებასაც და ყველაფერს, მაგრამ ვიხდებოდა მათი მოძებნა, სადღაც მოძიება და უკან დაბრუნება სახში და რამოდენიმე დღეში ისევ იქით აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. შვილები რამდენჯერ იყვნენ თუ იცით ფრონტზე წასულები? ჯერ სანამ დაიღუპებოდა მანამდე არჩილი და თორნიკე იყვნენ და ორჯერ ჩამოიყვანა სახში თვითონ. და მერე რო დაიღუპა, იმედაც კი იყო წასული და სამივე დადიოდნენ ხოლმე. თვითონაც ასეთები არიან. $92 წლის 26 დეკემბერს პოლკოვნიკმა მაისურაძემ დილით ადრე საბრძოლო ფრენა განახორციელა. მალევე მეორე დავალებაც მიიღო. გაფრენის წინ ბორტინჟინერი ჩამოსვა, დაუბარა მეორე ვერტმფრენი მოემზადებინა და მფრინავ ოპერატორთან, მერაბ გელაშვილთან ერთად გაფრინდა. იმ დღეს მისი ბორტი არ დაბრუნებულა. მართვის პუნქტში მისი ჩამოგდების შესახებ ცნობა ადგილობრივებმა მიიტანეს. ჯიმისთან ერთად დილით ავდექით, საბრძოლო დავალება მოგცეს, წავედით ერთად წავედით. წავედით, შევასრულეთ ჩვენი დავალება, მოვედით და მეორეთაც უნდა წავსულიყავით. მეორეთაც წავსულიყავით, მაგრამ მე აღარ წამიყვანა. მე მითხრა შენ დარჩიო. გაამზადე მეორე ვერტალიოტიო. დიდი ხანი იდგა მეორე ვერტალიოტი. ცოტა მასქენია დახოქეო და გააცხელეო და მე მეორე ვერტალიოტი წავიდეთო და დამტოვა, მე აღარ წამიყვანა. და მიიღო დავალება მალევე, დაждომიდან ძალიან მალევე დაიტვირთა საბრძოლო მასალებით და კიდევ მოახდინა ხელმეორე გაფრენა. ხელმეორე გაფრენა და ისევ მიმართულებით მან კი შეიცვალა ეს საფრენოსნო გზა, მაგრამ მისი შეუმფრენი დაიღუპა. დაიღუპა მასთან ერთად ფრინავი ოპერატორი, რომელიც იყო ამ დროს შეუმფრენში. პოლკოვნიკი მაისურაძე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ბაზაზე დაბრუნებულმა თანამებრძოლებმა საბჭოთა ჯარების მიერ დატოვებული ტექნიკის ნარჩენებისგან Mi-24 ააწყვეს და მის საფლავზე ჩაიტანეს. ხოლო გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის სერიული ნომრით 401, რომელიც 92 წლის 25 დეკემბრით არის დათარიღებული, შავი პოლკოვნიკის ოჯახს უკვე მისი სიკვდილის შემდეგ გადასცეს. და ბოლოს მართალია სამწუხაროდ აღარ არსებობს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ის სახეობა, რომელსაც სამხედრო საჰაერო ძალები ჰქვია, მაგრამ არსებობს უზარმაზარი ისტორია. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, როდესაც გამორჩეული ქართველი მფრინავები საკუთარი სიცოცხლის ფასად
საქართველოსთვის იბრძოდნენ და იხარჯებოდნენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძეც.